მშვიდობისა საქართველოს დღეს 5 ივნისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ პოლიტიკოსები. მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შტატებთან ურთიერთობა უკვე გადავიდა პოზიტიური დღის წესრიგის ფორმატში. შეგახსენებთ, სახელმწიფო მდივანმა და მისმა მოადგილემ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე ისაუბრეს. მარკო რუბიომ განაცხადება წარმოადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე მიანიშნებს. მისი მოადგილის განცხადებით კი შტატები დაინტერესებულია საქართველოსი და აუცილებელია უკვე მიღწეული შეთანხმებების გააქტიურება. საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა საქართველოს-ამერიკის ურთიერთობებში. საინტერესო განცხადებები მოისმინა საზოგადოებამ. ჩვენ უკვე გადავედით პოზიტიურ დღის წესრიგის ფორმატში და რა თქმა უნდა, ეს ერთი შეხედვით ერთი წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ დღეს სწორედ აი ამ სამუშაო პროცესმა, გეგმაზომიერმა, ნაბიჯ-ნაბიჯ კონსტრუქციულმა სამუშაო პროცესმა გასული ერთი წლის მოიტანა სწორედ ეს შედეგები, რომ დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია პოზიტიური და ორმხრივად სასარგებლო დღის წესრიგზე საუბარი. ეს პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება. ჩვენ სამუშაო პროცესს ვაგრძელებთ, არის ორმხრივი ინტერესი ურთიერთობების არაუბრალოდ გადატვირთვის თუ აღდგენის, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების. სახელმწიფო მდივნის მოადგილის პირდაპირ განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან არის პოზიტიური გზავნილები, მათ აქვთ იმედი იმის, რომ ეს ურთიერთობები აღდგება, უკვე ნიშნავს იმას, როგორც მინიმუმ, რომ ორივე მხარის პოზიცია არის დაფიქსირებული დადებით კონტექსტში. ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ეს პოზიციები აუცილებლად შეჯერდება. ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკის შედეგი, რა პოლიტიკა ჩვენ წამოვიწყეთ 2022 წელს, როდესაც თქვით, რომ ჩვენ ხასიათი უნდა გამოვაჩინოთ და არ უნდა აუკვეთ სხვა სახელმწიფოებს, რომ პროქსი ომი როგორც სამწუხაროდ ეს უკრაინაში შეძლეს, ისე არ იყოს საქართველოში. A7 მომხრე 8 წინააღმდეგი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2008 წლის შემდეგ ხმათა რეკორდული მაჩვენებლით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. საქართველოს მიერ წარდგენილ ჰუმანიტარული ინიციატივა გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალდებულებს. I'm standing at the podium. დღეს მე ვდგავარ თქვენს წინაშე ამ ტრიბუნაზე, რათა მოვიპოვო თქვენი ღირებული მხარდაჭერა გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტისთვის სახელწოდებით აფხაზეთიდან საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან სამხრეთ ოსეთიდან საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. ამ რეზოლუციის პროექტის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება. რეაგირება მოახდინოს იმ დევნილთა და ლტოლვილთა ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები 1990-იანი წლებიდან დაწყებული ეთნიკური წმენდის თანმიმდევრული ტალღების დროს, რამაც კულმინაციას მიაღწია 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით. დღემდე ისინი მოკლებულნი არიან საკუთრების უფლებას და თავიანთ მუდამ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ფუნდამენტურ უფლებას. რეზოლუცია მიზნად ისახავს კვლავ დაადასტუროს ასობით ათასი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქის, ქალის, ბავშვის და მოხუცის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება, რომლებიც იძულებულნი გახდნენ მოულოდნელად დაეტოვებინათ სახლები და თავშესაფარის სხვაგან ეძიათ. ხაზი გაუსვას კონფლიქტით დაზარალებული ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთრების უფლებების პატივისცემის აუცილებლობას. ეთნიკური ქართველები კვლავ განიცდიან ორივე ოკუპირებულ რეგიონში, მათ შორის სიცოცხლის უფლების დარღვევას, თავისუფლების აღკვეთას, უკანონო დაკავებებს, საკუთრების უფლების ხელყოფას, ჯანმრთელობის უფლების დარღვევას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას. მიუხედავად ამ მძიმე ფონისა, საქართველოს მთავრობა მტკიცედ რჩება ერთგული შერიგებისა და ჩართულობის, სრულად ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისადმი. კონფლიქტის საბოლოო მოგვარებამდე საქართველოს მთავრობა აგრძელებს კოორდინირებულ ძალისხმევას იძულებით გადაადგილებულ პირთა
სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად და მათი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას ქვეყნის ნომერ პირველი დიპლომატის სოციალურ ქსელში ეხმიანება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მადლობას უხდის ყველა სახელმწიფოს, რომელიც საქართველოს გვერდით დადგა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეკორდული 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. მადლობას უხდი ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა საფრთხო ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას, წერს მაკა ბოჭორიშვილი. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, პროკურატურის როგორც საგამოძიებო ორგანოს საქმიანობა, არსებული ტენდენციები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. დოკუმენტში ასევე საუბარია პროკურატურის საქმიანობის შედეგებზე ისეთი ცალკეული დანაშაულების მიმართ, როგორიცაა ფულის გათეთრება, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური დანაშაულები, პირადი ცხოვრების ხელყოფა, ტერორიზმი, გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და მოწყვლადი პირების დასაცავად გატარებული პოლიტიკა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. ხდომა ძალიან საინტერესო წარიმართა, რადგან გენერალური პროკურორი შეეხო პროკურატურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მან საბჭოს წევრებს მოგვაწოდა ინფორმაცია იმ პროგრესის შესახებ, რომელიც აისახა ანგარიში 2025 წლის, ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც სისტემამ გაატარა დაზარალებულთა უფლებების უფრო ეფექტიანად დაცვის მიმართულებით. მან ისაუბრა ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პროკურატურა. ის ტენდენციები, რაც თვითონ ამ დოკუმენტში არის მოცემული, საინტერესო არის არა მხოლოდ დაინტერესებული პირებისათვის, არამედ მათ შორის იმ ადამიანებისთვის, სტუდენტებისთვის, ვინც სისხლის სამართლის პოლიტიკას სწავლობს და ამ მიმართულებით არის დაინტერესებული, რადგან ძალიან ბევრი მონაცემი, სტატისტიკა, დიაგრამა ამ მხრივ მისთვის ძალიან საინტერესო გამოსაყენებელი იქნება. არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, რომელიც 1973 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია ბუნებით შთაგონებული კლიმატისთვის ჩვენი მომავლისთვის. ამ დღესთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით სოფელ თვალივში სახელმწიფო ტყეში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, მომღერლებმა და სპორტსმენებმა მიიღეს. ამ დღეს აღნიშნვის მიზანი საზოგადოების გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლებაა. სამწუხაროდ დღესაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ადგილები, სადაც ადამიანები თავიანთი დაუდევრობის გამო აი ასე ექცევიან ბუნებას, აი ამ ულამაზეს გარემოს ანაგვიანებენ, აბინძურებენ. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთხელ გააზრების დღე იმისა, რომ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ გარემოს, იმ გარემოს, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცდილობს ყოველწლიურად ისეთი სახის ღონისძიებებით აღნიშნოს ეს დღე, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი გარემოს გაუმჯობესებას და ზიანის თავიდან აცილებას. მაგალითისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევა გარემოს დაბინძურებაა და ჩვენ ტყის ერთი მონაკვეთი დავასუფთავეთ. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე rustaviory.gr-ში.